ექიმის პროფესიებს შორის ყველაზე საპასუხისმგებლოა. ის 24 საათიან შრომას, მუდმივ განვითარებას და ულევ ენერგიას მოითხოვს. იყო ექიმი ნიშნავს კონდეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მუდმივად ზრუნავდეს სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. მაგრამ თუ ავადმყოფსა და ექიმ შორის სიყვარული და თანაგრძნობა არ სუფევს, ექიმობა ამ შემთხვევაში უსარგებლოა. კლინიკაში ჩემი შვილი ეპილეფსიური გულყრებით შევიდა, რომელიც შეერთის აპარატზე მართულ სუნთქვაზე იყო უმძიმესი მდგომარეობა. 5 დღის შემდეგ, როდესაც უკვე მოხსნეს აპარატიდან გადაიყვანეს პალატაში, იყო არაადეკვატური. ბავშვი ფაქტიურად ვერავის ვერ გრძნობდა. ლაპარაკობდა უაზროდ. ძილიანობა საერთოდ არ ქონდა. ბავშვის მდგომარეობა უარესდებოდა და უარესდებოდა დამძიმდა მდგომარეობა. მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ თვითონ ჩვენი რაიონის ექიმებმა მაქსიმალურად ყველაფერის რაც საჭირო იყო ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ რაც თავიანთ ძალებს აღემატებოდა, უკვე საჭირო გახდა ეპილეპტოლოგის გამოძახება და საღამოზე თვითონ თავის მკურნალმა ექიმმა დაუკავშირდა ლაშა ექიმს, რომელისგანაც აიღო კონსულტაცია და იმ ღამესვე ბავშვმა, რაც ლაშა ექიმმა დაგვინიშნა, იმ ღამესვე ბავშვმა დაიძინა, დილით უკვე ისევის ადამიანი იყო ნორმალური, ჩამოყალიბებული, ადეკვატურ მდგომარეობაში. და დილაზე დროზე ადრე, რასაც ველოდებოდით, დროზე ადრე ჩამოვიდა ლაშა ექიმი. არ ვიცი, მე როგორც ჩემ შვილს, როგორც ჩემ ოჯახის ძალიან ახლობლად ვთვლი ლაშა ექიმს, არის ძვირფასი ადამიანი, არა მარტო ექიმი, ადამიანი, რომელსაც მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ლაშა ექიმისთვის არავინ არ ვიყავით ჩვენ, თითოეული პაციენტის, თითოეული ავადმყოფის, თითოეული ადამიანის გასაჭირი გულთან მეაქვს მაქსიმალურად, როგორც თავისი ოჯახის წევრის ისევე. ექიმის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია, მაგრამ ეს ადამიანები ყოველდღიურად მაინც მიდიან სამსახურში და თავისი საქმისადმი უდიდესი სიყვარულით შეუძლებელს შესაძლებლად აქცევენ. ლაშა გელაშვილი არაჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ადამიანი პირველ რიგში. უაღრესად ყურადღებიანი პაციენტების მიმართ, საოცარი ყურადღებიანი და გადაყოლილიზეთ. სხვათა შორის ისეთი დამოკიდებულება აქვს, რომ მას ენითაც კი შეუძლია თავის სიტყვით მოარჩინოს და გადაარჩინოს პაციენტი. ძალიან მოთხოვნადი ექიმია. ის მთელ საქართველოში, მას საქართველოში იცნობენ ყველგან. აი წარმოვიდგინეთ, რომ ისეთი მოძრავი და ისეთი ყურადღებიანი და ისეთი აქტიურია, რომ შეიძლება აი დღეს ამდილას იყოს ზუგდიდში და საღამოს უკვე იყოს თელავში და პაციენტთან კონდეს ურთიერთობა. მივიდეს ბინაში მიაკითხოს, საავადმყოფოში ნახოს და თავისი უზღვავი ენერგია მოახმაროს პაციენტებთან დამოკიდებულებას, მათ ჯანმრთელობას. ამავე დროს აქვს საოცარი ძალიან თბილი და ტკბილი ოჯახი, 3 შვილის მამა, არაჩვეულებრივი მეუღლე ყავს და როგორც მეგობარი, ასედაც გამოირჩევა აი ჩვენს კოლექტივში, როგორც ერთ-ერთი არაჩვეულებრივი და შესანიშნავი ადამიანი. პროფესიონალიზმი, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, რისკი, სიახლეების ძიება და კაცთმოყვარეობა. აი ჭეშმარიტი ექიმის მთავარი თვისებები. ლაშა გელაშვილი, ექიმი, ნევროლოგი. მასზე საუბარი ძალიან ძნელია და ძალიან ადვილი. ვინაიდან შემკობილია ისეთი თვისებებით, რაც აუცილებელია პრაქტიკოსი ექიმისთვის, ძალიან დაგვირებული, გააზრებული გადაწყვეტილებები და რაც ყველაზე ღირებადია, ღრმა სიტუაციური ანალიზი ნებისმიერ კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციაში. ლაშას გარდა პროფესიული დიდი ნიჭისა, კიდე აქ ერთი ძალიან დიდი თვისება და ტალანტი, მე ვიტყოდი ტალანტი, ესაა მეგობრობის ტალანტი. ძალიან მეყვარს ლაშა. ექიმი, რომელიც პაციენტის მიმართ თბილი და მზრუნველია, თქვენს ჯანმრთელობას ბევრად უფრო აუმჯობესებს, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ექიმის მიერ პაციენტის დარწმუნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, სიმპტომებისგან სწრაფად გათავისუფლებას უწყობს ხელს. ბატონი ლაშა გელაშვილი მოღვაწეობს
ინგოროყას საუნივერსიტეტო კლინიკაში მისი გახსნის დღიდან ის არის ჩვენი ამბულატორიული ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი. როდესაც მე 2015 წელს საქართველოში დაბრუნდი, მნიშვნელოვანი იყო ისეთი ძლიერი ნევროლოგის, როგორიც არის ბატონი ლაშა, გვერდზე მდგარიყო, რადგან ის პაციენტები, რომლებსაც ნევროლოგიური პრობლემები აქვთ და ჭირდება შემდგომ ნეიროქირურგიული ოპერაციები ან კიდევ ნეიროქირურგიული მიმართულებით მათი მართვა უზრუნველყოფს ამ პაციენტების სწორ და კარგ დიაგნოსტიკას. მას ყავს ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი და როგორც კოლეგამ მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ისეთი ძლიერი ნევროლოგის გვერდში ყოფნა, როგორც ბატონი ლაშა არის, რადგან პაციენტების სწორი მართვა, როგორც პრე, ისე პოსტოპერაციულად ნევროლოგიური კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის ამას ფანტასტიკურად აკეთებს. სახელი, გვარი, ლაშა გელაშვილი, განათლება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, სპეციალობა ექიმი, ნევროლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, ეპილეპტოლოგი. ბავშვობიდან მქონდა სურვილი და როცა არ უნდა ეკითხა ჩემთვის გინდათ პირველ კლასში გინდათ უფრო მაღალ კლასებში სულ იძახდი რომ უნდა გამოსულიყავი ექიმი და ესე ნაბიჯ მივყევით ამ სურვილის განხორციელებას და მე მგონი რაღაც დონეზე ამას მივახციეთ. რაც უფრო მეტი გაქვს გამოცდილება, მით უფრო ხედავ რომ მარტივი პაციენტი არ არსებობს, ყველა პაციენტი ერთმანეთს ერთულია. როდესაც ეცნობი უკვე მედიცინის თითქმის ყველა დარგს სწავლის პერიოდში, აი მაგ დროს გიყალიბდება უკვე შენი ხედვები მედიცინასთან და მაშინ ავიჩიე ნევროლოგობა, რამე თუ მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ რომ ნევროლოგია ეს არის ერთ-ერთი რთული დარგი, ერთ-ერთი აი ამოუწურავი დარგი ესე რომ ვთქვათ, არის ძალიან ბევრი დაავადებები, ძალიან ბევრი ნოზოლოგიები, რომელსაც ძალიან დიდი გულისხმიერება, ძალიან დიდი მონდომება და შრომა ჭირდება, რომ მსგავსი პროფილის პაციენტებს ემსახურო. ნევროლოგია ეს მოითხოვს აი ყოველდღიურ შრომას, ყოველდღიურ სწავლას, აი ინფორმაციის ყოველდღიურ რეჟიმში მოძიებას და მუდმივი აი დაუკმაყოფილებლობის განცდა გაქვთ, დაუკმაყოფილებლობის განცდა გაქვთ პაციენტთან ურთიერთობაში, რამე თუ იმდენად რთული დარგია, სულ გაქვს იმის განცდა, რომ არაფერი გამოგჩეს და პაციენტთან რამე უყურადღებოდ არ დატოვა. არის ნევროლოგიური დაავადებები ისეთი, რომლის ეტიოლოგია, ანუ წარმომავლობა გამოწვევი მიზეზები დღესაც არ არის დადგენილი ხშირ შემთხვევაში და ესე გვიწევს ისე დაავადებებთან, რომლის გამოწვევიც კი არ ვიცით, გვიწევს გამკლავება. აქ უნდა ვაკეთოთ ხოლოდის, რაშიც დარწმუნებული ვარ და რაშიც ვიცით, რომ შედეგს მოგვიტანს. სხვანაირად მედიცინაში სრულყოფილ შედეგს და იმ შედეგს, რასაც მედიცინა გულისხმობს და ექიმი გულისხმობს, ვერ მიაღწევთ. პაციენტი, როდესაც ექიმს ირჩევს როგორც საუკეთესო მეგობარს და ყველაზე დიდი მნიშვნელობა პაციენტის მხრიდან აქვს ნდობას, თუ ნდობა ვერ მოიპოვეთ პაციენტის, მკურნალობაც დარწმუნებული ვარ, შედეგს სრულყოფილს ვერ მოიტანს. პირველ რიგში ყველაფერი ეფუძნება ნდობაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველაფერს, ერთ სიტყვას, ერთ გამოხედვას ნებისმიერ საქციელს ექიმის მხრიდან. შეიძლება ხვდება ისეთი პაციენტები, რომელიც იმდენად უარყოფითად არის განწყობილი ზოგადად ექიმზე და მედიცინის მიმართ, სანამ დაავადების ანამნეზს გაიგებ, მანამდე შეიძლება რამოდენიმე ათეული წუთი დაგჭირდეს, რომ პაციენტი განაწყოს შენს მიმართ, რომ შენი დაიჯეროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო უკვე დაავადების ისტორიის შეკრება და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრა. რაც შეეხება უცხოეთში ჩემს მუშაობას, დღევანდელ დღეს ეს დიდ პრობლემას ახლა საზღვარგარეთთან, სხვა ქვეყნებთან, ანუ საქართველოს გარეთ წასვლა და მუშაობა დიდ პრობლემას, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს. მე ამის შემოთავაზებამ ბოლო 5 წელია თითქმის მუდმივად მაქვს. 5 წელი მუშაობ სხვა ქვეყანაშიც როგორც მწვეული სპეციალისტი და ყოველ თვეში მიწევს ჩასვლა დაახლოებით 4 დღით. შემოთავაზება ყველა ჩასვლაზე არის, რომ დავრჩე და ვიმუშაო იქ. მაგრამ არასოდეს არც მიფიქრია იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში წავიდე სამუშაოდ და ამის მეჩემებული ახსნა მაქვს, ჩემი ახსნა მაქვს ამ ყველაფერზე გამომდინარე იქედან, რომ ვფიქრობ, რომ მე ჩემ ქვეყანას ვჭირდები, ჩემ ხალხს ვჭირდები და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე ვжди სამ შვილს და არ მინდა ჩემი შვილები როგორც ტურისტები ისე ჩამოვიდნენ თავის ქვეყანაში.
ფიქრი გიწევს თითქმის ყოველთვის პაციენტის კაბინეტიდან გასვლის შემდეგაც, დიაგნოზის დასმის შემდეგაც, სულ გაქვს ეს დაუკმაყოფილებლობის განცდა, რომ ხომ არაფერი შეგეშალა, ხო არაფერი. ჰიპოკრატეს პირი გულისხმობს თვითონ ამას პირველი რაც არის, რომ არ უნდა აუნო პაციენტს. და ყოველთვის ამაზე ან როცა პასუხისგებლობას იღებს საზოგადოება ზუსტად ამას მოითხოვს ჩვენგან, რომ როდესაც არის ხოლმე ბევრი აწყენიც არის ხოლმე მედიცინაზე, მე ამას ყველაფერს ვადევნებ თვალყურს, ანუ როდესაც რაღაცებს ისე ამბობენ, რომ აი არ მოწონთ ექიმის დაუშვათ ან გადაწყვეტილება ან შედეგით არ არიან კმაყოფილი, ეს მეტ პასუხისგებლობას ვანიჭებს, ვითხოვენ რომ ექიმია და არ შეიძლება რომ შეცდომა აქ დაშვებული იყოს. მე ამაში ვეთანხმები, რა თქმა უნდა, ჩვენც ადამიანები ვარ და შეცდომა ყველა შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ექიმებს ცოტა უფრო მეტი რამ გვართებს, რომ შეცდომის უფლება არ აქვს, ესე რომ ვთქვათ. ნებისმიერი სირთულის პაციენტი მყოლე, ანუ მარტივიდან ურთულეს პაციენტამდე და პირადი გამოცდილებით გეტყვი, აი ბევრი ლეტალური გამოსავალის დამდგარამ ჩემი მკურნალობის ქვეშ ყოფი პაციენტის დავამატებ, რომ ჩვენ ყველას თქმა უნდა ვერ უშველით, არის შემთხვევები, როდესაც მედიცინა უძლურია და ვერ უშველით, აი შემიძლია მაგალითიც მოვიყვანო, ახალგაზრდა 25 წლის გოგო, რომელიც ჩემი მკურნალობის ქვეშ იყო ისეთი დაავადება, რომელსაც ვერ უშველეთ და დღეს მთელი მისი სანათესაო და ოჯახი ჩემთან აგრძელებს მკურნალობას და როდესაც დედამის უთხარით ესეთი რამე, რომ მე თქვენთან არაფერი კარგი არ მაკავშირებს, მისი სიტყვები იყო, რომ თქვენ ჩემი ოჯახის წევრი ხართ, თქვენ ჩემი შვილისთვის ყველაფერი გააკეთეთ. პაციენტი არ კვატიობს უყურადღებობას, პაციენტი არ კვატიობს გულგრილობას, პაციენტი არ კვატიობს და მარტივად გრძნობს ზერელე დამოკიდებულებას და არაგულისხმიერებას. თორემ პაციენტი გვერდში გიდგას ნებისმიერ სირთულეში, აი როგორი სირთულის დაავადებაც არ უნდა კონდეს მას, თუ ის შენგან ხედავს, რომ მას კეთილსინდისიერად, ნამდვილად აი თავდადებით, გულისხმიერად დაუღალავად და აი პასუხისმგებლობით ეკიდები მის მდგომარეობას, მის ტკივილს შენ თვითონ გრძნობ და ეს არ არის მხოლოდ მოჩვენება, ეს არ არის მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობა, ამ შემთხვევაში პაციენტი აქეთ შეიძლება იყოს შენით გამამხნევებელი და პაციენტის პატრონი.